ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი პრეზიდენტის წინააღმდეგ არალეგიტიმური ხელისუფლების მუქარასკი საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან საქართველოს მოკავშირეები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მხარდაჭერას უცხადებენ სალომე ზურაბიშვილს და ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა, მით უფრო, რომ ამის საფუძველი ეუთო ოდირის უმწვავესი დასკვნაც გახდა, ასევე კრიტიკულია ჩეხეთის პარლამენტის შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ. თათია წოწონავა გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში და გაგვაცნობს დეტალურად თუ რა წერია ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაში და როგორია საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. რა ვიწყოთ ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციით, რომლის ტექსტსაც აქვეყნებს პეტერ გუბერნატი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში და მართლაც ძალიან კრიტიკულია ეს ტექსტი, სადაც საუბარი არის 26 ოქტომბერს ყველა იმ დარღვევაზე, რაც მოხდა საბოლოოდ ეუთო ოდირის ანგარიშიც და ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ 26 ოქტომბერს იყო ხმების მოსყიდვის შემთხვევები, დამკვირვებლის და მედიის წარმომადგენლების შევიწროვების შემთხვევები, ამორჩევლის დაშინება, საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ პირადობების გადაცემა, ასე შემდეგ ძალიან დიდია ეს ჩამონათვალი, რაც ჩეხეთის პარლამენტის შეფასებით არის არჩევნები, რომელიც ჩატარდა ძალიან ბევრი დარღვევით შესაბამისად, ასევე ამ ტექსტში საუბარი არის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ის აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს და ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე ჩეხეთის პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაასანქციროს კონკრეტული პირები, მათ შორის ის პირები, ვინც არიან პასუხისმგებელი ძალადობაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობაზე, ვინაიდან ამ დრომდე არის ეს პროტესტი და ვერავინ ვერ ჩაახშო ჯერჯერობით ამ პრეცედენტო ძალადობის მიუხედავად და ასევე საუბარი არის მოსამართლეების დასანქცირებაზეც, იმ მოსამართლეების, რომლებსაც გამოაქვთ გამამტყუნებელი განაჩენი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მე შეგახსენებთ, რომ რიგ ქვეყნებს ეს მოსამართლეები უკვე დასანქცირებული ჰყავთ. ესეთი არის მაგალითად როგორც მახსოვს ლატვია და ესტონეთი და ახლა უკვე ჩეხეთიც აპირებს, რომ დაასანქციროს მოსამართლეები და ასევე ის პირები, ვინც არიან პასუხისმგებელი მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე. ჩვენი ინფორმაციით ჩეხეთი უახლოეს დღეებში აპირებს სანქცირებულთა სიის გამოქვეყნებას და ამის წინაპირობა არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც მიიღო ჩეხეთის პარლამენტმა. 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა სერიოზული დარღვევები, ხმების მოსყიდვის შემთხვევები, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების შევიწროება, ამორჩევლის დაშინება საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ, ამორჩევლისთვის სოფლად პირადობის დამადასტურებელი საბუთების ჩამორთმევა, რომლებიც შემდგომ მმართველი პარტიის მომხრეებს გადაეცათ, ამორჩეველთა ორგანიზებული გადაადგილებები, სიძულვილის ენა, საზღვარგარეთ მცხოვრების საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. ამასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ არაპირებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლის ბოლომდე და შესაბამისად საქართველო ამჟამად კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გრძელვადიანი პრიორიტეტი, მოუწოდებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას დააწესოს სანქციები იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში. და განიხილოს ასეთი სანქციების გავრცელება მოსამართლეებზე, რომლებმაც გამოიტანეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები. ასევე ყურადღება მიაქციონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას საქართველოში იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არ არის მოსალოდნელი. 26 ოქტომბერს, რომ ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად რუსული სპეცოპერაცია ჩაუტარა საკუთარ მოქალაქეებს, ამასაც ხატყობს თავად ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიში, რომელმაც ქართული ოცნების პროპაგანდას ნამდვილად დაუსვა წერტილი და დაწერა ყველა იმ ძალიან მძიმე ბრალდებებზე და ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, დარღვევებზე, რასაც ჰქონდა ადგილი 26 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ აღიარა ეუთო ოდირმა მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს ასე რეალურად არ არის და ამას ხატყობს ის გამოხმაურებები, მათ შორის, რასაც ჩვენ ვხედავთ უკვე ეს დღეები, მათ შორის არის მაგალითად ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, რომელიც სულ ახლად დანიშნული ევროკომისარია და ისიც ავრცელებს განცხადებას, რომ ეს იყო ძალიან დიდი ნაკლოვანებებით სავსე არჩევნები, ასევე განცხადებას ავრცელებს ჯო ვილსონი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესში საგარეო კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე უკვე ახალი კონგრესის პირობებში და ისიც საუბრობს იმის შესახებ, რომ
ამ ანგარიშმა, უთოდირის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ოცნება არის დე-ფაქტო და არალეგიტიმური მთავრობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ახალი არჩევნების მიერ, სამართლიანად ჩატარებული არჩევნების მიერ არჩეული ხელისუფლება და ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ახლა მისი შეფასებით არის სწორედ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სალომე ზურაბიშვილს ძალიან ერჩის ქართული ოცნება, როგორც უკვე ვთქვით, ქართული ოცნება აპირებს მისი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ უკვე ფაქტობრივად დაუანონსეს მას დაკავება, დაპატიმრება და პირდაპირ იმუქრებოდა გუშინ ირაკლი კობახიძე, ნახოთ სად ამოყობს თავს სალომე ზურაბიშვილი გისოსებში თუ გისოსებს მიღმა, ასეთი იყო ირაკლი კობახიძის მუქარა, რასაც მოჰყვა ბუნებრივია უკვე გამოხმაურებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გავრცელა განცხადება, სადაც მისი აღქმითაც ეს არის მუქარა პრეზიდენტზე, პირდაპირ მუქარა და მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს, რომ უკან წაიღოს ეს მუქარა, ასევე ნატალი ლუაზო, ევროპარლამენტარი, საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარიც ამბობს იმას, რომ რეალურად ახლა ევროპა დგას სალომე ზურაბიშვილის გვერდით და არ მისცემენ ირაკლი კობახიძეს უფლებას, რომ დააკავოს სალომე ზურაბიშვილი. ქართველი პრემიერ-მინისტრი კობახიძე ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია. ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველ პარტიას ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება. მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. მიუღებელია მის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. დააპატიმროს ის, როდესაც ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება 29 დეკემბერს. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მას შემდეგ, რაც გავეცანი ეუთოდირის დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ვიმეორებ იმას, რაც მანამდე ვთქვი. ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი ხელისუფლება უნდა იყოს ჩამოყალიბებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად. ეუთოდირი საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა ნდობა, აღიარება დაიბრუნოს და ევროპული მომავალი უზრუნველყოს. ის, რომელმაც ასობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოიყვანა. 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენი პარტნიორები იღებენ მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს. ამ დროისთვის ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება არ ყავს აღიარებული არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას. პარალელურად ჩვენ ხედავთ ძალიან ქმედით ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციები, რაც ასე ჭირდება ახლა ქართულ ოცნებას, ანუ ხალხის აზრით ასე ჭირდება. რეალურად დაწესებული აქვს ამ დროისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებს სავიზო სანქციები, უпростоრად შავსიაში არიან შეყვანილი როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ქართული ოცნების ლიდერები და ივანიშვილის მარბიელი რაზმი, ასევე უკრაინის მხრიდან არის დაწესებული სანქციები და რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი კოორდინაციით მიღებული გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრს, არალეგიტიმურ შინაგან საქმეთა მინისტრს და მის ქვეშევრდომებს დაუწესდათ როგორც სავიზო, ასევე ფინანსური სანქციები და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე ეს არის კიდევ უფრო მძიმე, ვინაიდან ვახტანგ გომელაური და მირზა კეზავაძე არიან შეყვანილი მაგნიცკის აქტში, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია.